მეგობრებო, ხა ძალიან მომინდა უცებ ამ გაშლის გაკეთება და მიუხედავად იმისა, რომ წინა ვიდეო ავტვირთე უახლოესი 2 თვის მოვლენები, რას უნდა ელოდოთ თქო, ეხლა ძალიან მომინდა რომ უახლოესი 3-10 დღის ვადებში მოსალოდნელი სიტუაცია განვიხილო. ეს გაშლა მომინდა ძალიან. ალბათ რაღაც მაქვს ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი და არ უგულვებელ ყოფდა ვაკეთებ ამ გაშლას. საერთო გაშლა ყოველთვის ყველაზე არ ემთხვევა მეგობრებო, პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში ტელეგრამი, როგორც იცით, გავაუქმე და პირად მიმოწერაში გეტყვით სად და როგორ ვაკეთებ გაშლებს. ყველა დეტალს აგიხსნით იქ. იმისთვის რომ მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა კონკრეტულად, გავიგოთ რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ მიხართ. თუ ეს გაშლა არ დაემთხვევა, გადმოდით ჩემ გვერდზე და არჩიეთ სასურველი გაშლა. ესე იგი, შეყვარებული ადამიანის როლში ამოდიხართ, ყავთ თქვენი რაღაც დიდ ნაწილს 80-90%-ს ეს იქნება პიროვნება, თქვენი საყვარელი ადამიანი იპოვეთ როგორც იქნა ესე ხელში გაუყარეთ, გრძნობთ რომ ეს გრძნობა და ეს ემოცია რომელსაც ერთმანეთს უნაწილებთ არის გულწრფელი და ორივე მხრიდან ასე ვთქვათ გულწრფელი გრძნობა გაქვთ ერთმანეთის მიმართ. წარმოდგენით ხართ თქვენ როგორც ძალიან შრომელი, ძალიან კარგად გამომუშავებელი და ძალიან კარგად საკუთარი თავის ღირებული და ღირებულების და ფასეულობების მცოდნე ადამიანი. გაშლა არის ორივე სქესისთვის, ქალბატონებს გეტყვით რომ ესეთი ძალიან კარგი ქალი ხართ 64-ის ბაღივით, ადამიანი რომელსაც შეუძლია ასე როგორც გამომუშავება სამუშაოსი და აქვს საკმაოდ საშუალოზე ძალიან საშუალოზე ბევრად კარგი ხელფასი, ასე ვიტყოდი, როგორც მინიმუმ თქვენი თავისთვის, თქვენი ღირსშესანიშნაობებისთვის, თქვენი ემოციური ფონი იქნება, შემოსვა იქნება რაღაცა ბრენდული ტანის ამოსით თუ ამ ყველაფრის სიყვარული და ესე მოდურად, ძალიან მოდურად, მაგრამ ხაზს უსვამ რომ რაღაცა თქვენი განსაკუთრებული შარმით და შტრიხით გიყვართ შემოსვა, სადაც არ ვიცი მომდის ასე და ამას ვიტყვი რომ შესაძლებელია გაქვთ მუქი ყავისფერი, ესეთი წაბლისფერი, უფრო მუქში გადამავალი თმისფერი და შესაძლებელია გაქვთ ბუნებრივად ხვეული, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ესეთი სტილისტიკას, თქვენ შარმს განსაკუთრებით და ეს თქვენი ვარცხნილობა ძალიან რაღაცნაირად ხაზს უსვამს. ფინანსების გამომუშავება, როგორც გითხარით, კარგად შეგიძლიათ, ასევე ძალიან გიყვართ ამ ფინანსის კარგად დახარჯვათ. საკუთარი თავის განებივრება რაღაცა პროცედურებით, ასევე შესაძლებელია დასვენება, შესაძლებელია რაღაცაში ჩადება, უძრავ ქონებაში, სახლის და თქვენი კუთხის, ასე ვთქვათ, ისე მოწყობა, რომ მიხვალ და უკვე რაღაცა 64-ესავით იგრძნობთ თავი თქვენ სახლში, თქვენ აი დაისვენოთ გულიანად, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ხართ სახლში, როგორც კი მიდიხართ რაღაცნაირად მშვიდებით, იმიტომ რომ ის კომფორტი გაქვთ შექმნილი, რომელიც თქვენ ქსიამოვნებთ ყველა ის დეტალი სილამაზის წყობრად, ასე ვთქვათ, ავეჯი და დეკორი იქნება თუ აი რაღაცნაირი სიმშვიდე და სიმყუდროვია თქვენთვის კონკრეტულად განსაკუთრებით როცა სახლში ბრუნდებით. თქვენ საყვარელ ადამიანს რაც შეეხება ამის როგორც მიწის სტიქის წარმოადგენელი პენტაკლის მეფე, ეს არ არის 20 წლის ყმაწვილი და არც თქვენ არ ხართ 20 წლის ამ გაშლით. ეს არის საშუალო ასაკის დაახლოებით 35-დან 50-55 წლამდე ასაკის მამაკაცია, ეს უკვე მეფეა, ეს არ არის პატარა ბიჭუნკელა, რომელსაც თავის ბიზნესი აქვს, თავის ფული აქვს, რაღაცნაირად არ ვიცი, ან კარგ თანამდებობას იკავებს თავის სამუშაო სფეროში, ძალიან კარგი ხელფასღებულობს ყოველთვიურად და კარგი სახელი აქვს სანდო ისეთი დაღვინებული პიროვნების და შვიდი ადამიანის, ასევე შეიძლება ამკარდეთ რომ თავის საკუთარი ბიზნესი აქვს, ერთი მაინც ბევრი თუ არა, პენტაკლის მეფეს ყოველთვის აქვს თავისი სახსრები იმისთვის რომ თავისი სიბერე, ასე ვთქვათ, შვიდად
მოწყობილი კონდეს, შემოსავალი კონდეს და შვიდად ესე ფეხი გადადებული ბუხართან დაჭდეს, წვადები შეიწვას და იკაიფოს თავის სიბერით, ასე ვთქვათ. საზღვარგარეთ დასვენებიან, შვილებიან ტყვილად და მშვიდი სიმყუდროვის სიბერე კონდეს, მაგრამ სიბერემდე ჯერ ახალგაზრდა და აქვს ფინანსები, საშუალება აქვს და მისგანაც ესეთი ამ ადამიანს გეტყვით რომ ძალიან უხდება ღიმილი, რომელიც თქვენ ძალიან მოგწონთ მასთან მისი ესე ვთქვათ რაღაცნაირი ესეთი თბილი ღიმილი აქვს. შვიდი ძალიან წარმოსადეგი და ძალიან სანდო პიროვნება ადამიანი რომელიც თქვენ გიყვართ თუ გყავთ ასეთი და ხვდებით რომ თქვენზე ეს გაშლა მიწისტიქია შეგახსენებთ რომ არის კურო თხისრქა ან ქალწულის წარმომადგენელი, მაგრამ ჰოროსკოპი აუცილებელი არ არის, შესაძლებელია მიწისტიქიაში კონდეს ასცენდენტი ან თვარე და ამას მიჩვენებდეს კარტი, მაგრამ თვითონ არის ძალიან ისეთი ძაღვინებული, ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის ფინანსური სიმყარე და ამ ყველაფრისთვის ბევრი შრომა იმისთვის, რასაც რა პოზიციასაც დღეს მიაღწია დღესდღეობით ამ ყველაფერში ძალიან ბევრი დღეები აქვს თავისი ენერგიის ჩადებული. თუ ხვდებით რომ თქვენზე ეს გაშლა, ნახოთ რა მოდის უახლოესი 3-10 დღის ვადებში თქვენ ცხოვრებაში. დედოფალი თასი, 10-იან პენტაკლი და ტუს ხმალი ამოდის. ესე იგი, რაღაცა გაგინაცდებათ უახლოესი 3-10 დღის ვადებზე გაშლა, ამ პერიოდის განმავლობაში გაგინაცდებათ და მიხვდებით რომ ის რაზეც თქვენ ოცნებობდით რომ თქვენი საკუთარი ოჯახი ჩამოგეყალიბებინათ თუ ჯერჯერობით ოჯახი კონკრეტულად როგორც ესეთი ოფიციალური არ გაქვთ, დროა ამ ყველაფერში უკვე ფიქრის დონიდან გადახვიდეთ მოქმედებაზე, თქვენი წილი რაღაცნაირი სამოქმედო ნაბიჯი და გეგმა შეიმუშაოთ და გადადგათ ამ ადამიანის მიმართულებით და მიახვედროთ და აღსნობინოთ რომ კარგია სიყვარული, კარგია გართობა, რაღაცა სეირნობები, რაღაც რესტორანში საღამობით გასეირნებები, მაგრამ ოჯახურ სიმყუდროვეს არაფერი არ სჯობია და რაღაცნაირი ბიძგივით მისცეთ ამ მამაკაცს რომ ცოტა დააჩქაროს ან თუ აპირებს გადმოდგას ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და უკვე დროა იმისთვის რომ აი ეს ურთიერთობა რაღაცნაირი მყარ ოჯახურ თანაცხოვრებაში, შვილების გაზრდაში, სიმყარეში გადავიდეს. რაზეც თქვენ გულის ტკივილი გაქვთ მაჩვენებს კარტი შესაძლებელია ამ კარტით მომდის ინფორმაცია ძალიან მცირე ნაწილისთვის იქნება ეს ინფორმაცია, მაგრამ შესაძლებელია ამ მამაკაცის გაცნობამდე გაშლა ორივე სქესისთვის არის, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ. გქონდათ გულის ტკივილი ძალიან დიდი დანაკარგი საყვარელი ადამიანის სახით, კონკრეტულად პარტნიორზეა საუბარი, აქ არ არის ნათესავზე და თანამშრომელზე. ეს იყო ან თქვენი ყოფილი მეუღლე, რომელიც შესაძლებელია დაიღუპა, გარდაიცვალა და თუ ასე იყო ძალიან მწუხარ და ვიზიარებ მიიღეთ ჩემგან, მაგრამ შესაძლებელია ასევე იყო ადამიანი, რომელთანაც ოფიციალური ქორწინება არ გქონდათ, მაგრამ გქონდათ ურთიერთობა მასთან, რომელმაც ძალიან დიდი დაღი დაასვა თქვენ ცხოვრებაში. იმის შეგრძნებას, რომ აი ოჯახი აღარასდროს აღარ მენდომება ამ ადამიანის დანაკარგიდან გამომდინარეო რაღაცნაირად მაჩვენებს ასე კარტი და ეს კიდევ მეორე ეს იქნება ძალიან მცირე ნაწილისთვის, მაგრამ დღემდე თქვენთვის ეს არის ის გულის ტკივილი, რომელიც ეს არ დაგივიწყებიათ და ვერასდროს ვერ დაივიწყებთ, რომელიც გამოც, ასე ვთქვათ, შეიძლება წლებიც კი დეპრესიაში გაატარეთ, მაგრამ ამ ადამიანმა რაღაცნაირად შეცვალა თქვენი ცხოვრება. ფაქტია, დღესდღეობით უკვე ამ ნაბიჯის მოლოდინში ხართ, რომ აი მან გთხოვოთ ხელი, მაგრამ დიდი ალბათობით მიხვდებით უახლოესი ამ 10 დღის განმავლობაში, რომ თქვენ უნდა მისცეთ ბიძგი, ცოტა არ იყოს ტორმუზი ტიპაჟია ეს, ცოტა ნელია, საერთოდ მიწისტიკის მეფე და უკვე მიხვდებით, რომ რაღაცნაირი ნამიოკი ჭირდება მას იმისთვის, რომ იაქტიუროს. აი ეს ნამიოკი რომ მისცეთ, მაშინ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? აი ამ დეპრესიიდან და ამ ვითარებიდან რომ გამომადგება ეს ადამიანი თუ არ გამომადგება და 1000 ეჭვებიდან რომელსაც თქვენ თავზე იხოთ და ირთულებთ ასე ვთქვათ თქვენ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გადახვალთ ძალიან ემოციურად
კარგ, ასე ვთქვათ, ტალღაზე. შესაძლებელია აღნიშნოთ კიდევაც სადღაც აი ეს მდგომარეობა, რომ შემოგთავაზოთ მან ხელი და ემოციებიდან შებრუნებას და წასვლას მიხვდებით, რომ მასაც თქვენ